შენსა და იმ ცხოვრებას შორის, რომელიც ცხოვრებაც გინდა, მხოლოდ ერთადერთი ბარიერია და ეს არის შენი აზროვნება. დღეს მე მინდა გაგიზიარო ერთი ჩემი მიდგომა, რომელმაც ჩემი ცხოვრება მომენტალურად შეცვალა. და ვფიქრობ, რომ ამ მიდგომის დახმარებით შენ ცხოვრებაშიც ეს ბარიერი უბრალოდ გაქრება. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ დაუბრუნდით, როგორც შეგვირდით, ეს არის ახალი new level vlog-ი. მოკლედ დღეს უამრავი საქმე გვაქვს, კიდევ ბევრ საინტერესო რაღაცებზე უნდა ვილაპარაკოთ და მოკლედ დავიწყოთ. მოკლედ ვიდეო მონტაჟი არის ის თუ როგორ იწყება ყოველდღე ჩემი დილა. დილობით იყო დრო, როცა დილდადრო დგებოდით, წიგნს წავიკითხავდით, ვივარჯიშებდით და ასე შემდეგ, მაგრამ მაგის მერე ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა. და დილას ვიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით, ეს არის ვიდეო მონტაჟი და პოდკასტებზე მუშაობა. ყოველ დილას 1 საათი მინიმუმ. აი ეს არის ეპიზოდი, რომლიდანაც ახლა უნდა ამოვჭერ რაღაც მასალები, რომელიც წავა ინტროში. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეც, იმიტომ რომ ინტრო თუ იქნება საინტერესო მაყურებლისთვის, შევძლებ რომ მივიქციო მის ყურადღება და ის დაუთმობს ამ ეპიზოდს 1 საათს რომ უყუროს ბოლომდე. მაგრამ სანამ ახლა ინტროს ამოჭრას დავიწყებ, ვიცი ახლა ამის გაკეთება რომ დავიწყოთ ძალიან რამდენიმე საათი გავა და vlog-ს საერთოდ მივაგდებ. სწორედ ამიტომ ჩვენი თემა რო არ გადაიკარგოს, ერთ წიგნს ავიღებ და გავაგზელებ იმ ვიდეოს, რაც ახლა ვიდეოთ. Just do what's best for me, don't listen to my enemies, they're just full of jealousy. მოკლედ ეს არის წიგნი, რომელიც ძალიან ადრე წლების წინ წავიკითხე და ამაზე კიდე ცალკე ვიდეოს ჩავწერ, მაგრამ ეს წიგნი თითქოს იმ მომენტში ჩავთვალე, რომ არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, ამიტომ ამ კარადაზე მაგ ეგეთი ისა, რომ წიგნები, რომელმაც ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, წიგნები, რომლებიც ისე რა იყო, რომელიც მომეწონა და საერთოდ რომლებიც არ მომეწონა და ეს წიგნი რა თქმა უნდა მოხდა ისეთში, რომელიც საერთოდ არ მომეწონა, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ სისულელე იყო. მაგრამ ამ წიგნში მოცემულმა მეთოდებმა საბოლოო ჯამში შეცვალა ჩემი ცხოვრება და ჩემს მაგალითზე დავინახე ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ ავიღე ეს წიგნი თავიდან, რომ თავიდან კიდევ ერთხელ წავიკითხო და ჩავწვდე იმ აზრებს, მეთოდებს, რაც აქ იყო გადმოცემული და ფიქრობ რა აუცილებლად ტოპებში წავა ეს წიგნი. მოკლედ ერთი პირველი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც მივიღე და ჩემს მაგალითზე დავინახე თუ რა მიდევდა შედეგებს, ეს იყო ფოკუსი ერთ საქმეზე. რადგან ბევრმა შეიძლება იცოდეთ, რომ მე ფოკუსებითაც ვიყავი დაკავებული, მარკეტინგში მუშაობდი, კონტენტ კრეატორობის მიმართულებითაც მუშაობდი და უამრავ რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ შედეგი თითქოს ვერ იდებოდა ისეთი, როგორც ჩვენ გვინდოდა რა. მაგრამ რეალურად ის მასშტაბური შედეგები და ის დიდი ნაბიჯები დავინახე მხოლოდ როცა ფოკუსირდი ერთ რაღაცაზე. უბრალოდ დავიღალე იმ ყველაფერს, რაც ვაკეთებდი და ვთქვი, ოკეი, მოდი ახლა უარი ვთქვა იმ ყველაფერზე, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს ყველაფერი და ფოკუსირდეთ მხოლოდ ერთ რაღაცაზე 1 წლის განმავლობაში. და ყველაზე მარტივი მაგალითი რომ დაგანახოთ არის ეს. ეს არის ჩვენი YouTube არხი, როცა ვიდეოები აგროვებდა 320 ნახვა, 230 ნახვა, ეს ნიჭიერის ვიდეოები არ ითვლება, იმიტომ რომ პროექტი იყო და ტელევიზიის გამო დააგროვეს ნახვები, მაგრამ ზოგადად რა, 300 ნახვა და მოკლედ ვიდეოები ვერ აგროვებდა ბევრ ნახვებს. იმიტომ რომ უბრალოდ ამ არხზე ყველაფერს ვიღებდით. და როდესაც ფოკუსირდით მხოლოდ ერთ რაღაცაზე, ვიდეომა საშუალოდ დაიწყეს 10,000 ნახვების დადება. და როდესაც ვთქვი რომ უნდა ფოკუსირდეთ მხოლოდ ახლა პოდკასტებზე და ერთ წლის განმავლობაში მხოლოდ ეს საქმე ვაკეთოთ, სწორედ ამ მომენტში დავინახეთ ის დიადი შედეგები და უფრო გამოჩნდა ის რისკენაც მივდივართ. ანუ აქამდე რომ საერთოდ ვერ ვხედავთ რანაირად შეიძლება ავიდეთ იმ წვერვალზე, საიდანაც მივდივართ და რის გამოც დავიწყეთ მაგათად ეს new level vlog-ები, ვიწყებთ ნულიდან და ვახცევთ დიდ წარმატებას. ეს წვერვალი შედარებით გამოჩნდა, გეგმა დაისახა ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ნომერ პირველი გაკვეთილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლეთ, ეს არის ფოკუსირდი ერთ საქმეზე. ერთი ძალიან მარტივი მაგალითი მინდა გაგახსენოთ, მაგათად ჯიმ კერის ფილმი ყოველთვის თქვი დიახ თუ იცით. სწორედ ამ ფილმზე მაქვს ლაპარაკი. მაგ ფილმში სწორედ ზუსტად ეგეთი რაღაცა არის, რომ ადამიანი იყო დაკარგული, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და ყველაფერზე ამბობდა კის. ანუ შესაძლებლობებს არ მაზავდა, ყველაფერზე ამბობდა კის და როდესაც იპოვა ის რითიც უნდა დაკავებულიყო მთელი ცხოვრება, როდესაც გააგრძელა კის თქმა, მაგ დროს ყველაფერი ისევ აირია. სწორედ ამიტომ როდესაც იპოვი ამ საქმეს, ყველაფერზე ამ დროს იწყებ უარის თქმას და ფოკუსირდები მხოლოდ იმაზე. ეგ არის ის ზრდის მთავარი გასაღები. და ეგეთი დროს მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის უბრალოდ დაიწყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კაი კამერა გაქვს. ეს იყო ის ტელეფონი, რითიც ვიღებდით ჩვენი Huawei P30 Lite, რომელსაც კამერებით დაკაცებული ხო და ვეღარ უძლებდა. რამდენად ბევრი ფული გაქვს ან რამდენად ყველაფერი გაქვს. ჩვენ ხშირად წარმოვიდგენთ ხოლმე იმ რთულ სურათს, ეს უნდა მქონდეს, ბიზნესსაც იწყება და ეს ჭირდება და მერე ვიწყებთ მაგ ყველაფერს. მაგრამ რეალურად უბრალოდ უნდა დაიწყო იმით, რაც გაქვს და უკეთესი მერე გამოჩნდება, რადგან შენ ამ გზა ისწავლი რაღაცებს, მაგალითად ჩემ შემთხვევაში, მე რო არ დამეწყო იმ გაბზარული კამერით, აქ ვიდეოების გადაღება და ამდენი წელი ეს ყველაფერი არ გადაგვეღო, უბრალოდ
უბრალოდ მე დღეს ამ პოდკასტების სახზე იმ შედეგებს ვერ მივიღებდი, რაც დღეს მაქვს. კი არ ვამბობ რომ რაღაც სასწაული შედეგები მაქვს, მაგრამ იმასთან ბევრად შედარებით მეტი მაქვს, ვიდრე ამ არხზე მქონდა აქამდე. ამიტომ იწყებ იმით, რაც გაქვს და უკეთესი მეერე გამოჩნდება. და ამ გზაზე თან სწავლობ, როგორ შეგიძლია ეს საქმე უკეთესად გააკეთო და როდესაც იდეალური ინსტრუმენტი გექნება ამ საქმის გასაკეთებლად, მანდ უკვე იქნები ექსპერტი, რომელსაც ესმის რა როგორ კეთდება. და ბოლო მნიშვნელოვანი გაცნობიერება ნაბიჯით რა არ ვიცი რა დავარქვა, ეს არის რომ გახდი 1% უკეთესი. ეხლა შეხედე რას გულისხმობ. ეს არის ჩემი პირველი პოდკასტი, რაც დავდევი და შეხედეთ ინტროს ამ არხზე. უნდა გაგესაგეთმა თანამშრომელმა რომ უფროსმა შეამჩნიოს და ხელფასი მოემატოს სიტყვაზე. შეცდომები ამ ეტაპზე თითქმის არ არსებობს. ოკეი, და ეხლა შეხედეთ ბოლო ვიდეოზე ინტროს. ესეთი დაკვლევა მაგეთ ყველაზე ცუდია, როცა YouTube არხს დაიწყებ და ვიდეო გაგივარდება. ყველა არხი, რომელსაც ვიდეოები თავიდან გონი ჩანს ხო აშკარა განსხვავება. ეს არის ის მნიშვნელოვანი წესი, რაც მეხმარება მუდმივად ზრდაში. გავხდე 1% უკეთესი. მაგალითად, ორი ვიდეო რო ნახო გვერდი, იქ შეიძლება აშკარად დიდი გავარნა არ იყოს, მაგრამ ის მცირე ნაბიჯები გრძელვადი ამ პერსპექტივაში უფრო ჩანს, როგორც მაგალითად ჩემს შემთხვევაში იყო პირველი ეპიზოდი და ბოლო ეპიზოდი ამ წუთას რაც მიდევს. და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდე უფრო მაღალი დონის პოდკასტები იქნება, კიდე უფრო მაღალი დონის მონტაჟი და ასე შემდეგ. მე ამ წუთას არ ვარ ექსპერტი მონტაჟის ან რაღაცა სასწავლებს არ ვაკეთებ, მაგრამ ნაბიჯ ყოველთვის სწავლობ რაღაცა ახალ მეთოდს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ამ წუთას ბევრი დრო არ მაქვს, რომ ბევრი რაღაცა ახალი ვისწავლო, მაგრამ ნაბიჯ 1%-ით უკეთესი როგორ გავხდე, მაგას მაინც ვსწავლობ. სწორედ ამიტომ ეს იყო ჩემი ის გამოცდილება, რაც მინდოდა ამ ვიდეოში გამეზიარებინა. ნომერ პირველი ის რომ ფოკუსირდე ერთ მთავარ საქმეზე, ნომერ მეორე ის რომ დაიწყე იმით, რაც გაქვს და უკეთესი მეერე გამოჩნდება და ნომერ მესამე გახდი 1%-ით უკეთესი. ეს არის ის პროგრესის ფორმულა, რაც ამ წუთას მე ჩემთვის ამოხსენი და ძალიან მეხმარება. მე კიდე შემდეგი ვიდეოსთვის ვეცდები ეს წიგნი წავიკითხო და მოვასწრო მეორეჯერ გადაკითხვა, რომ ამაზე კიდე ძალიან მაგარი ვიდეო ჩაგიწეროთ. ან შემდეგი თუ არ იქნება, იმის შემდეგი მაინც აუცილებლად იქნება. და ახლა დასასრული რო არ გამეწელოს, დაგემშვიდობებით, გავაგრძელეთ ბრძოლა ჩვენი მიზნებისთვის და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით წარმატების მწვერვალზე. აბა დროებით.